საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყანაში მოქმედ ტოტალიზატორებს თხოვნით მიმართა ფედერაციის ხელმძღვანელთა განცხადებით, აუცილებელია ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატების მატჩების ტოტალიზატორიდან ამოღება, თუმცა საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე ფსოვნის გაკეთება სხვადასხვა უცხოეთის ქვეყნის ტოტალიზატორში შესაძლებელია. ფეხბურთის ფედერაცია საქართველოში მოქმედ ტოტალიზატორებს თხოვნით მიმართავს. ქართული ფეხბურთის განსავითარებლად ეროვნული ჩემპიონატის მატჩების ფსონები საკუთარი ჩამონათვალიდან ამოიღო. არაერთ მატჩზე გამოითქვა ვარაუდი არასპორტული გარიგებული თამაშების დასრულებასთან დაკავშირებით, რაც რა თქმა უნდა უარყოფითად აისახება, როგორც კონკრეტული კლუბის, ისე მთლიანად ქართული ფეხბურთის იმიჯზე. სამწუხაროდ დანაშაულებრივი ხაზი ხშირად ტოტალიზატორებსა და ფსონების დამდე პირებამდე მიდის. მანამდე ფეხბურთის ფედერაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა ეგრეთ წოდებული გარიგებული მატჩების გამოძიებაში. სადაც უკანონობა არის სამინისტრო ყოველთვის მუშაობს, ეხლა არ დაუწყია მუშაობა, მუშაობს და გაგრძელებს მუშაობას უკანონოსთან დაკავშირებით. თუ გამოიკვეთება დანაშაული აუცილებლად პასუხისგებაში მიეცემა. რომ მეტ რეაგირებას მოითხოვ ჩვენგან. ამიტომ ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა უწყებასთან, რომ ეს მანკიერება მოისპოს საქართველოში. უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ საგამოძიებო ორგანოები. საქართველოში რამდენიმე ტოტალიზატორი იღებს ფსონებს ეროვნულ ჩემპიონატზე. ისინი მზად არიან ფედერაციის ამ შეთავაზების განსახილველად ოღონდ საამისოდ საერთო კანონმდებლობის შემოღებასაც ითხოვენ. ბაზარზე მოქმედებს ქართულ კომპანიებთან ერთად არაერთი უცხოური კომპანიაც, რომელიც თქვათ მოსაკრებელს არ იხდის, ანუ განთავისუფლებული არ ამ შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული, ანუ როგორც არის გათვალისწინებული და მაშინ ეს შეთქმულება უნდა გავრცელდეს მათზეც. იყენებენ ტოტალიზატორს არაკეთილსინდისიერი მიზნების განსახორციელებლად და ხშირად ტოტალიზატორი ხდება ამის მსხვერპლი. ზუსტად ამ მიზეზის გამო აჭარებეთი როგორც ყველაზე დიდი და პასუხისგებლიანი კომპანია თავს იკავებს, რომ საქართველოს ჩემპიონატის ფსონები მიიღოს. ევროპული და რუსული ტოტალიზატორები, რომლებიც თბილისშიც ფუნქციონირებენ და ონლაინ ფსონებსაც იღებენ, ეროვნულ ჩემპიონატზე ფსონების მიღებას განაგრძობენ.